ზაზა არის ის არტისტი, ასე რომლის შემოქმედებას ფაქტიურად დღემდე განსაზღვრავს ქართული თეატრის სიმაღლეს და ქართული თეატრის დღევანდელ დონეს. მე პირადად ძალიან გამეხარდა, რომ ზაზა აპირებს შესვლას პარლამენტში. ეს არნიშნავს, რომ მან დაანებოს თავი მსახიობობას, იმიტომ რომ უნდა გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა თეატრში. ძალიან დიდი ნანაკლისი იქნება. მაგრამ ყველა ხო რაღაცას სვერპლად ვდებთ არა ჩვენ პირად ცხოვრებას, როცა ეხება სამშობლოს საქმე. და შესაძლოა ზაზამ ასეთი ფიქრა. ქვეყანაში რაღაც თავისუფლების ნიავიც კი არ ქრის. ჩვენ ველოდებოდით, რომ იქნებოდა თავისუფლება, ლაღი ქვეყანა და აღმოჩნდა, რომ კომუნისტურ ქვეყანაზე უარესია. უფრო იდეოლოგიზირებული და ამიტომ მე ხარს ვუჭერდი ზაზა პაპუაშვილს ჩემს საყვარელ მსახიობს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. არის როგორ მადლობას ვიხდი. ვერ აღწევ და აღარ მინდა რომ ამაზე ხლა დრო დავკარგო. ბედმა მარგულნა რომ ამ ხელობაში შევსულიყავი და მქონოდა ამ ადამიანებთან უზარმაზარი ბედნიერება ურთიერთობის. ამ არჩევნებს იგებს ჩვენი მრავალრიცხოვნობა, ჩვენი უშიშრობა, ჩვენი უკან დაუხევლობა, ჩვენი პრინციპულობა და ეცით უკვე დიდი სიყვარული. ხალხს ზაზა უყვარს როგორც პიროვნება, როგორც პროფესიონალი, როგორც კარგი ქართველი კაცი, პატრიოტი. აი ზოგადად ესეთი ადამიანები გვჭირდება დღეს ჩვენ ქვეყნის საკითხდღეოდ. რაღაცა დოქტრინებით, კალკებით და მატრიცებით შექმნილი ფსიქოლოგიური გაკვეთილები თავისუფლების ინსტიტუტიდან თუ ასე შემდეგ. ვერ ადაუბრუნებს ქართველ კაცს twins და გონებას. ზაზას სიმართლე დღევანდელი თუ საერთოდ ზაზას ნაზრები არის სულიერი მდგომარეობა ამ კაცის მიხედვით. ის არის სიმართლის გამტარებელი მთელი ცხოვრება. წუხს, სულ წუხს ხედავს რაც ხდება ქვეყანაში. ცივი გონებით განжეს საქმეს და როგორც მტრებს ისე კი არ ელაპარაკება თავის ოპონენტებს. არამედ როგორც მოყვარულ ადამიანებს, საერთოდ ადამიანი უყვარს ზაზას. ზაზა არის ნიჭიერი კაცი, ნიჭიერი შემოქმედი. ესენი ებრძვიან ნიჭიერებს. ზაზა არის სიყვარულით სავსე. ესენი სიძულვილით სავსენი არიან და სიყვარულით სავსე ხალხს ებრძვიან. ზაზა არის მებრძოლი კაცი თავის სამშობლოს გამო და ნახა რომ მოძული ადამიანებს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს დღევანდელი საქართველო, იმათ ომი უნდა გამოუცხადო. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ზაზას მომხრე კაცი ვარ და ვაი იმ ქართველს, რომელმაც არ იცის ფასი ზაზასი და ზაზასნაირი ხალხისა. აი ასეთ ხალხი გადაარჩენ საქართველოს. ყოველთვის ჩემს თავმოყარეობაზე მოქმედებდა, რომ ასეთ ადამიანებს, რომელთაც თავის ქვეყნის წინაშე უამრავი სიკეთეა გაკეთებული, როგორ რთულ დროში, როგორი წლეხის ქვეშ. აი ამ ადამიანს ესე აუგად იხსენიებენ, ხან ჩარეცხილებად, ხან მუმიებად, ესეთი უზრდელობა და უხამსობა ამ ხალხის წინაშე იმართ გამოთქმული ეს კატეგორიულად არ შეიძლება. მე დიდი სიამოვნებით ვიქნები მათ გვერდზე ჩარეცხილის და მუმიაც. მე მთელს თბილისს, მთელ ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ ნიჭიერი ადამიანის გარეშე, კეთილშობილი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანების გარეშე. ღვაწლმოსილი ადამიანების გარეშე ამ ქვეყანას აბა რა მომავალი აქვს. მაშინ რა ვასწავლებ მომავალ თაობას. ამათთან ერთად მინდა ვიყო, ამათგან ვისწავლო უამრავი რა, ამათ გვერდზე დავაშკაცდე, ამათ გამოვისწავლე. ბევრი ადამიანები არის გამოც მე ხელობა მოვირჩიე. ასე რომ დაენახოს იმ ხალხს მარტო არა, მარტო ამ გამოჩენილ ხალხს მიზანდებიან არა, უამრავი ადამიანები შეიძლება ცნობად სახე არ არიან, მაგრამ წესიერი ჭეშმარიტ თბილისელი ადამიანები არიან.